და ბორბალი ისი სად არის? ეხა მოიტანენ. კაი ხახვი კი არის. ხო კაი ხახვია. ნალიმ? მანემ? კანალამ? ათანე. აქ ჩემი ანები არიან. ჩემი კარგი ამას შეხედე. მოკლე გზა ვიცი ეხა მე აქ. იცოცხლეთ, მაგრად იყავით, აბა? ვახ, ჩემი კაი რადიკულიტი. ჰაი! სათაეთები ჯოი! წამონახოთ, კაცო. რომანტიული შუქი. ვაი, მაგარია. მოკლედ ეხა მოვედით ძალიან მაგარ კაცთან, ასიმასთან. უნდა შევთავაზოთ 10 ლიტრიანი ჩელენჯი. ასიმ, შენ ახარ? აი, რომელი ხარ ძმა? აი, ძმა ისავაფერო დაგირეკე. შენ ახარ? მოიტე 13 მომაწოდე. გამო ერთი წამი რა. რა გინდა მითხარი? 13 მომაწოდე ბიჭო. აი, ხარი ვერ წე მოიტა? ჰა. აი, ხო ვერ დავამთავრე ვერ გავედი ბოლოში რა. სიგზე მანქანა არის, ვერ დავამთავრე. რამ ხელა მანქანაა. მოიტა გამოვალ ეხლავე. აი, ძაღლმა არ გიქმინა ბიჭო. არა, გადავრჩი, არ იყო აგრესიული. აი, მე რიქავთ. აი, გამარჯობა. აბა როგორ ახარ? აბა შირო. ხო ხარ ხოძე ძმაო. საკაიფოთ, შენა? რა, ნილა რა. რა შევი აბა, რა ხდება ძმა? ბიჭო, საქმე მაქვს შენთან რა. აბა მიდი. 10 ლიტრიანი ჩელენჯები გვაქვს ჩვენ. ხო ძმა. შენ არ ვიცი ხა მიყურებ თუ არა. მაგის გადაღება მინდა შენთან ერთად. ფული იქნება ძმა, ეხა შენ თუ რაღაცა ვიჟენია. ბიჭო, ეხა მე გითხრა სიმართლე არ მცალია ძმა. ხო. მე სამუშაოები მაქვს, ეხლა რა სამუშაო, იქვე მიწაზე სამუშაოია. რამდენი ხდი? 800. $800? დოლარი, ნაღდი. დავაი მაგ დედა წვათილი მიდი. კარჩი, ჩელენჯის პირობები გვაქვს ეგეთი რა. $800, შენ $800, მე. ისა. რა მე მანქანა უნდა დაითრიო, ძმა. 10 ლიტრი სოკარისგან უნდა ჩავასხათ. შენთან 10 ლიტრი, ჩემთან 10 ლიტრი. უეჭველი. უნდა წავიდეთ მარნეულში. ჩვენ უნდა მანახო იქ რაღაცები, აქ-იქ რაღაც პატარა ჩელენჯებიც გვექნება და ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ, რომელი მანქანა უფრო ნაკლებს დაწვავს. ანუ ეგეთი მანქანა უნდა იშოვო რა. მოიცი ხა მე ამ $800-ში მანქანა ვიყიდო? ხო, აბა. $800-ში რა მანქანა მოვა ბიჭო? ეს ამბჭერია. აჰა. всё? $800-ში მოვა უკვე. 700-900 წინააღმდეგ რა. აჰა, მოიცი დაიჭი ესა? დაიჭი, ჩესნათ იყოს ყველაფერი. ბაზარი არაა, ძმაო. 800-ში რა 800. ბაზარი არა. არა პრობლემა. როდის დავიწყო ძმა? ხვალე შევიკრიბოთ, მოასწრებ ყიდვას. ხვალე? ხო. აი, გადავხედა როგორ საქმე მოვასწრებ. კაი. ასიმას აქვს თავისი არხი, მართლა უშენ არხს, მის უყურებს. ხო ძმა. აი, მაყურებლებიდან რამდენ პროცენტსაა გამოწერილი შენი არხი? ვაფშე რა ვიცი, მეგონი არ აქვს არა გამოწერილი. ხო და თუ არ გაქვს გამოწერილი ეს არხიც, შეგიძლია გამოიწერო, იმიტომ რომ ჩვენთვის არის ძალიან მაგარი თანადგომა, რომ ესეთ სერიები გადავიღოთ. ასიმას არხსაც შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ არხი და ასიმას მოხდილი იქნება, რომ უფრო მაგარი ჩელენჯები გადაიღოთ. ხო, 200 არ ქვია მაგას. შოტიქსი ქვია. ბაზარია. შოტიქსი გამოიცერე. ბაზარია. გამოიცერე ეს კაცი, აი სიმპათიური კაცი გამოიცერეთ. ამას რომ გამოიცერათ, მე ჩემი არხიც გამოიცერეთ. კაი. მოკლედ ხოძე ხარ დავცხოთ. დავცხოთ მაგ დიდაცვათილი, მიდი. ყველაფერი იასნია, ხვალე შევხვდეთ რამე ადგილზე, დაგიზვანოკებ, რამე სტრელკა დავნიშნოთ. ხო. და შევიჯიბროთ ერთმანეთს. კი ბატონო. მოსულა ბრატ. მე პროსტა წყალს გადავილებ, მოცის იგდები და თუ გინდა ნუ გადაივლებ, არა პრობლემა. всё მოსულა. დავაი ძმაო. შევხვდებით. დავაი, აბა კარგად. ბიჭო, ეს არ გაინტერესებდა ეს მანქანა, როგორი მანქანა არის? ეს ბევრს დაწავს, არ მინდა. ეს პაპაჩების ნაკვერი მანქანა არის. არ მინდა იყოს. არავის არ უყვარს ეს მანქანა ამის. რა შევითენე? აი რა შევითენე? კაი ბიჭო, მოვემზადოთ, აბა. დავიწყოთ ეხლა. მზადება ჩელენჯებისთვის. ხა. აი ხა ის დაურეკო. ჩანაფიქრი ხარ ამაკ. უეჭველი 06 ან 07 07 მქონდა ეგრევე გუნებაში 06 და 07-ს ეძახის ყველა ჩემი ბავშვობით. ხო და ეგ უნდა დავითრიოთ. შევესწრები რომ ჭყეტელაფერი იყოს ან გადავღებავთ, არ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ეგეთი რა, ცოტა ჭყეტელა მინდა რომ იყოს რა. თუ გამოვა რა თქმა უნდა. და ცხვირი უნდა ავაწევინოთ ჰაერში იმენა, რასაც ქვია. ხო გინახავთ მარნეულში და ცოტა რუსთავში და ეგეთ ადგილებში 07 ვიროდგან ხომ. ეს საშირო იყურებია. ეგეთი მანქანა მინდა. ეგეთი უნდა ავაწყოთ.
აი ვის დაურეკო. Alo. Aşe bazarşı xar biço. Ato bazarşı. Hayır, $100 makray mankana იქნება რა ვიყიდო. ხავა მიდი გარკვე დამირეკე. კაი მიდი გელოდები. აი ეს არის ჩვენი მიზანი, აი ეს მინდა ზუსტად, აი ესეთი რა. აუ ქართულად თუ არ საუბრობს და იმენა დაგვენძრა. გამარჯობა. გამარჯობა. ქართულად საუბრობ, გესმის? გამარჯობა. გამარჯობა. Facebook-ზე ვნახე თქვენი განცხადება 06-ზე, 06-ზე. რა ფასში ყიდი და რა მდგომარეობაშია? 3,500 რა დოლარს. 3,500? ლარს იძახი თუ დოლარს? ლარი. ეგ ბოლო ფასია, ხო არა კლდება? ჩვენ ბიუჯეტი გვაქვს ცოტა შეზღუდული და მაგიტო გეკითხები. არა, ბოლო ფასია გაქვს. Ясно. აი ძმაო, მადლობა მაინც, გაიხარე. Hai ძმა. აბა როგორ ახარ? აშევი. აი ხარ მაგარი რაღაც საქმე მაქვს შენთან. მოკლედ $100 მაქვს, რაღაც მანქანა რა მაშოინო. რაღაცა რა ვიცი, რაღაცა ის არის, რაღაცა გადაცემა არის. და იმ გადაცემაში მჭირდება ეგ მანქანა. მოკლედ $800 მაქვს. $800 მოგცემ რამე მანქანა, პროსტო მანქანა რო. აბა დარეკე, გარკვე დარეკე. კაი. გაიჩითოს რა რამე რა. მოდი დაველოპერებოთ ერთი ნახოთ. გიორგი ქვია. გიორგი გამარჯობა. შენი განცხადება ვნახე 03-ზე. იზო. დადი, სარგიწერი აქვს მდგომარეობა და რაღაცა. არა, მოტორი ხიდდა კაროკა მაქვს მოხსილი. გასაგები. კაი ბატონო. კაი. აუ რა ძვირია ეს 06-07-ები რა არის ბიჭო, მეთქი. მომხელა არჩევანი მექნება მეთქი და. ჩემი ფეხები. აი კიდე დავრეკოთ ერთი. აი ეს მაგარი კაცი არის. Hai დათო. აი როგორ ახარ დათო? ბიჭო $800 მაქვს რამე მანქანას ვეძებ. რაღაცა მანქანა მინდა. $800-ში რა უნდა იყიდო? ხო რა ვიცი რა უნდა იყიდო, შენ უკეთ არის რა უნდა იყიდო. არ მომივა $800-ში. ვაფშე არაფერი არ მომივა ძმა. გაფრჩებული არ მინდა. აი ხოძე რო იყოს რო ვიარო. კაი. კაი ძმა კაი. კაი მოიცა, კაი. თუ არა დავრჩებით მანქანის გარეშე, ჩემი კაი. ვიერთი წავიდეთ. ჩვენი ხონდით ხო არ წავიდეთ. ამაზე კი ვიტყვი $800 თუ იყიდეთ თქო. დაგვერხა, ფეხით რო დაუდგეთ 100 იმას. ბიჭო. აი ხა ვაფშე მაგარი იდეა მომივიდა. მახუთი გინდა ძმა. Короче, $800 მოგცემ. მე მოვა შენთან. ვითომ მანქანა მომხიდე. ჩემი მანქანა ხო იცი, ჩემი მანქანა მწვანე. მწვანე მოსკიჩი. ვითომ მოვედი შენთან, ფული მოგეცი $800 და ეგ მანქანა ვითომ მომხიდე, ვითომ შენია ძმა. რა შენია ბიჭო, ჩემი მანქანა. ხო, მოვედი $800 მოგეცი და შენ ვითომ ჩემი მანქანას მხიდი მე. აი ეს $800 გავხოთ. 400 შენ 400 მე. გამარჯობა, მანქანაზე გირეკავთ. 06 ვნახე თქვენი. ხო და რა მდგომარეობაშია ზოგადად რომ მითხრათ, დადის არ დადის? იდეალურია, დადის ახლა ფლაგმანხელთაო გამოსული ცხოვრება, რა პრობლემა. გუშინ შეუცვალე ხიდი, დავაყენე ახალი ხიდი. ვა, მშვენიერი. რამდენი მითხარით ფასი? $2500 ადრე ზედა. გაცხობს? всё, დაგირეკავ და კარგად გავიაროთ ეგა. всё, მორჩი ძმა, კაი ძმა. კაი, всё. აგრე $400 ფული არ არის ძმა. რაღაცა სიხიდი, ცხარი სიხიდი რაღაცა. კაი. ხო რაც გინდა პომიდორი იყიდე არ არის პრობლემა. კაი ძმა. всё, შევთანხმდით. გნახავ, ვითომ ბიჭო. კაი. დადის იდეალურად, ეს ხიდი სჭირდა რა. Ясно. ჩვენ. ხათახ კეტავს ახლა, როგორ დინა ატარე.
აი, კაია. ან უხმოთ არავე სისინებს. ნახეთ, ჩვენ ვიღებთ ვიდეოს რა. ბიუჯეტი გვაქვს $800. მაგფასში ხო არ შეგიძლიათ დაგვითმოთ. თუ მაგფასში შეგიძლიათ, შეგვიძლია დღესვე წამოვიდეთ თბილისიდან. კაი, აბა მე და მეგობარი უნდა წამოვიდეთ და დაველაპარაკები ხა რა და გადმოგირეკავ. ფასზე ხო შევთანხმდით? ფასი ხო ეს არის 800. ბოლო. და მე გადავიხდი გადაფორმებას. ხო, თუმცა არა, კაი ბატონო. $800 და სიღრმე გადაიფრო. კი. კაი, აბა გადმოგირეკავ ხა ცოტა ხანში. კაი, ონდისა, რო იცოდეთ. ხო. მეოთხე შოშარდე კარობგა ფაქსა шлება რო იცოდეთ წინასწარა. აბა უხმაუროთ კეტავსო. უხმაუროთ კეტავს, ხო, არა კეტავს, უხმაუროთ ხით არა ხმა, ის ხით შევცვალე. კაი, ას კაროკას აქ ხმა. კაი, გადმოგირეკავ ხა ცოტა ხანში. აჰა, всё. აი ეს კარკეულია. წამოიხა ცხალი გადავილო. მოცეს რიგდე და დავიწყოთ. წავიდით. კასპის გზასაც დავოდექით, მაგრამ 15000 ჯერ გადავდე ამ მანქანაში ზეთის შეცვლა და ეხლა ვარ ბარემ დიღომში. ტუზმოტორში გავიაროთ უცბად ზეთი რაღაც აქეთ-იქეთ მოვაწესრიგოთ, შევცვალოთ და გრძელ გზაზე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფერი მოვაწესრიგო რა. მოკლედ ძალიან ბევრი ვეძებე და აი $800-ში განახო რა მაქალა ვიყიდეთ მა. წამო. მოდი. მოდი კეთილი იყო შენი ფეხები აქა. აი მას ხედავ. მზად ახარ? 1 2 აი ცმა. როგორია? ძვარი მასკიჩი. აი წავედით კასპში. ჩვენ სხვადასხვა ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვით, რომ სხვადასხვა ადგილებში გვინდა პატარა კეთილი საქმეების გაკეთება და აქედან გამომდინარე 10 ლიტრიან ჩელენჯებს რო გავაკეთებთ თქო, მაშინ ვიძახდი, შევეცდებით, რომ ეს ფული, ანუ ხო ვიხდით, ეხა $800 ვიხდით მაგალითად. ეს ფული სადმე სოფელში დავტოვოთ რა, ან ქალაქში დავტოვოთ, თბილის ცოტა მოშორებით, რომ რაღაცნაირად დავაბალანსოთ ჩვენი ფულების გადახდები და ან რაღაც გარეუბანს მოხმარდეს ან რაღაც. მაშინაც ვიზახდი, ეხლაც ვიზახი, რომ ზღვაში წვეთია, მესმის $800, მაგრამ ჩვენაირად რომ მოიქცეს ბევრი ადამიანი, მგონია რომ რაღაც პატარა კეთილ საქმეს ჩაუვდებთ, ასე ვთქვათ, კინაღამ მერსედესში შევედით. ჩაუვდებთ საფუძველს. ამიტომაც ეხა გამოვიტანთ პატარა რუკას, სადაც იქნება ეს თუ მწვანე თოლიებზე ვიზახდი, გახსოვთ მაშინ? აი, ფიატი რო გავაჩუქეთ. ეს იქნება შემდეგი პატარა ჩვენი კეთილი საქმე, რომელიც აღინიშნება და რუკა იქნება ეგ გამოტანილი, ეხა იქნება ხმა. $800-ში მათი არ მოვიდა. ეხა დაგათვალიერები რომ როგორი მანქანა არის. აი გენაცვალე. მაგარია. აი, ხედავ როგორი ჟესტი არის. აი ნახტი ძრავი ძმაო. აი ეს არის ძრავი. წაცოლილი ძრავი. ბები, ემათი ძრავი. ხედავ? მაგარი აკუმულატორი, რაშილი წილის ბაჩოკი. რა ვიცი, მაგარი ზეთი არის აქა. ასობი, აი, სპეციალურად ჩემთვის ქმნიან აი ზეთებს. აი მაშინ მაგას ვასხავ. გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად, თავად. გამარჯობა. როგორ აქვს სოსო? ჩვენიურად, აწყობს და აშენებს მანქანებს და. ძალიან კარგი. სოსო და მე ერთად მუშაობდით ფორმულაში. ხო. ძმაკაცე არის საუბარი, სოსო ქვია ისე, მაინც რო იცოდი. აი ესეთი სუფთა არ მაქვს, ჩემი ჰონდას წინა ძრავის ხუფთან მოხსნილი. გაკრიალებული.
შვენიერი. დენი გოგო ჩაეტევა აქ. ყავს არის გასული, F1-ის სიდენიები აყენია. F1-ის? კი, F1-ის, BMW-ს F1-ის. რა სიძა? ელექტროჩეერთებული გაქვს? კი, შეერთებს, შეერთებული, შემირაკლიმიც შეერთებს და გაიწევა, გამოიწევა ამები შეულებრივად. კი. იქითაც აქეთაც შეულებრივად დაერთებ და შეულებრივად გადის გამოდის. გადადის გამოდის. დაერთება უნდა უბრალოდ. კი, პლუს მინუსი. ხო. დაადებ, არა, მინუს შეიძლება შეულებრივად გზაოდანაი. ხო. და პლუს აქედან შეიძლება გალუგები შეიძლება. კი, ახალი აყენიაზე. ხო. აიღებ, დაადებ და გაწევს, გამოწევს, გამოვა, გადავა სიდენიები, გათბობა. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ყველაფერი. აი ხა დავშტები და განახი როგორ იქოქება. მოიცა? აი, საათივით მუშაობს ძმა, საათივით, აი ნახე. ხედავ როგორი ხმაკ, მაგარი ხმაკ. აისი. მოკლედ უნდა ვიყიდოთ უეჭველი ეს მანქანა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი პრობლემა რა. ანგარიში რო გვიდებს თანხა, ლარში თუ გვაქვს, აი $800-ზე რო თანხმდებით ხოლმე, მე უხერხული მომენტი იქნება ხოლმე, რომ აი ლარში რამდენი გამოდის და იქ ზოგჯერ თეთრები უწევს ხოლმე და ვამრგვალებთ ნეტობაში რომ არ გავუტყდეს და მოკლედ მთელი თემებია რა და ლარში თუ გვაქვს თანხა, მირჩევნია რომ $1 გადაურიცხო ხოლმე და მოიხსნას ეს პრობლემა რა. ხო და ეხლა ლარში გვაქვს, მაგრამ არსებობს ესეთი საიტი კურსიჯი. ეხლა შევალთ ან რეგისტრაციას გავული, რეგისტრაციას რო გადიხარ 2 პუნქტით, უკეთეს კურს გაძლევს და კარგი შეთავაზება ასე ვთქვათ. თან ეს კურსიჯი არის საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვით არის გაკეთებული და ვიყიდით ლარიდან $-ს და გვირჩევნია პირდაპირ $800 გადაურიცხოთ ჩვენ 06-ის მფლობელს და ზუსტად იმას მიიღებს, რაზეც შევთანხმდით რა. აგე, მოვიდა. всё, თანხა დაждდა. თან ჯიხურის კურსი როა, რავი, მე ხშირად ვიყენებ ხოლმე რა, ჯიხურის კურსით მირჩევნია ყოველთვის თანხის მიღება და ძალიან პრაქტიკულია, რომ სარბენი არ გაქვს, გადაღებაზე რომ გამოდიხარ, არ უნდა ირბინო, ან თანხა არ უნდა გამოიტანო, მე ჯიხურში უნდა გადაახურდაო, მე ანგარიში შეიტანო და ასე შემდეგ. ძალიან მარტივია რა. კურსიჯი არის მოკლედ საიტი, პირდაპირ შეგიძლიათ გამოიყენოთ. საინტერესო მანქანა ვიყიდეთ ახლა განახებ რა. ჯერ ხო 06 როა, ყველაფერი სხვანაირია და ყველაფერი ძველმოდური როა, დაჟე აი მართვაც სხვანაირი აქვს რა. როგორც ყველა ძველ მოდელზე, აი ხა ტრასაზე რომ მოდიოდით, როგორ არის იცი? საჭეს ლუფტი რო აქვს, ნახე რა ლუფტი აქვს. აბგონზე რო გადიხარ, აი ამას შეხედე, საბურავები თითქმის არ მოძრაობს და საჭეში დადის თითქმის ნახევარ ბრუნს. აბგონზე რო გადიხარ, აი ეს რო გადაარტყავ საჭეს, 1 საათს მერე მოდის მარცხნივ. და მერე აბგონზე რო გახარ და იქ ხო შეიძლება საჭირო გახდეს რომ წვრილ რაღაცაში გაძვრე რა. აი ტრაკით კაკლებს ტეხავ იმენა. იმიტომ რომ ოდნავ კორექცია რო გჭირდება, მაგრად უნდა გადმოატრიალო რა. ოდესღაც მეც კი ვატარებდი რაღაც რუსულ მანქანებს, მაგრამ როგორც ჩანს გადავეჩვიე და ის შეგრძნებები დამეკარგა. მოდი მუსიკა მოგასმენო, მოდი. აი ნახე. აი, როგორი საკაიფო მუსიკები მაქვს. აი. ვაგრასტრის. კაი. კიდე რა გაჩენო, აბა მოდი გაჩენო კიდე. თუ გინდა უკანა ის ნახე. აი მოდი. აი სი არის ხიბა ის. არა, მოდი ამაგას გაჩენებ, ნახე, აი, როგორ იქეთება. ამბაიც შენი. აი, ხედა როგორ დაიკითა ძმა. მაგარი მანქანა არის. ყველაფერი მუშაობს, სტროფშია ყველაფერი, ფარები აქვს.
პაურტიკები აქვს. აი ეს ყველაფერი აქვს. ერთი ძალიან გადაობა რაც მაჩვენეს ეხა არ გადაგვიღია. ბენზინის მაჩვენებელი აქ გაფუჭებული. ანუ ახალი დავაყენეთო, მაგრამ მაინც გადაიწვაო და ეხანა განახებ როგორ ზომავენ ბენზინს აქ. ბენზინის ზომი გვაქვს აი ეს. ბუნებასთან ძალიან ახლოს არის ეს მანქანა. ამასაც ვიყენებთ. ეს არ მგონია ქარხნულად რომ მოძდევდეს, მაგრამ ეს არის დანკრატისთვის გამზადებული. ანუ თუ უსწორმასწორო ზედაპირზე ან რაღაცაზე გახარ შეგიძლია ეს დადო და დანკრატი დაადო მერე და აწიო. რის პრეზენტაციის სურვილს ეხა მე მაინდა-მაინც არ მაქვს, მაგრამ შეგვიძლია ამის პრეზენტაცია ჩავატაროთ, იმიტომ რომ ბენზინის გაზომვა ნასტრაფად და მერსედესები, BMW-ები, კარგი. ეს ფირმა მანქანები არ მევასება ძმაო რა. ცოტა გასაცმენია, ეხლა ამას გაწმინდა, გავაფრიალებ, გავრეცხავ და მაგარ ვიცე დადგება რა. აი ნახე. გამრიცხი. აჰა, აი გავრეცხავ. აი ესეთ მუშაობს. ყველაფერი მუშაობს. აი კიდე მაგარი რაღაცა განახო, აი ესა. აი ნახე. აი ეს ნახე, აი. კიდე როგორ შუქი აი თუ. საკაიფო შუქი. ქრომატიული შუქი. ეხა ბენზინს როგორ ვამოწმებთ? მოიცა მხარე არ ამერიოს. აი ეს მხარე, გათლილი მხარე უნდა ჩაარჭო, აი აქ. და ეს უნდა იყოს ოდნავ მოხრილი რა, ნახე, აი ამაში უნდა იყოს მოხრილი. არჭო 22 გრადუსით, აი ესე. აი ჩავიდა, ხედავ? ჩავიდა. იქიდან თუ არაფერი არ ამოგზახა და დაბლა დაედო, ესე იგი всё, ყველაფერი რიგზეა. მერე, აი ეს არის 5 ლიტრი, ნახე? ხედავ? აი აქამდე არის ამოსული. 5 litrია ხო? всё, ანუ 5 litri. აი ეს უნდა გადაუჭიროთ. აი კლემა აი დავადოთ აკუმულატორზე და გადაუჭიროთ, მაგრამ აი 13-იანი მან წაიღო ბიჭო. ხერომ წაიღო 13-იანი. არა უშის მე ვიპოვე ამასთან. ხო, ეხა კიდე აი შლანგები შევამოწმოთ, არ არის დაბერილი, საკაიფოა, რადიატორი კარგად არის და აი ესა კიდე ნახე. აი ეს უნდა დავაკაჩოთ, რომ ბენზინი ამოვიდეს. აი ამოვიდეს. საკმარისია, ეხობა. აჰა. კიდე რატომ მიყვარს ეს მანქანა, უყურე? რაღაცის შენახვა გჭირდება, ხო? აუ, რაღაც. ესე არ იკეთება. всё, ეგარ. ზეთი უნდა შევამოწმოთ, აი ზეთი. ნახი რა მაგარ ზეთს ვასხავ, ნახი ძმა. აი მასში ხიდი რა. ნახი რა მაგარია. აი ეს არის 30-77 მაგარი ზეთი. აი ეს. ისეთ მაგარი ზეთია ესა. ხანდახან გადაუსვენ ხოლმე ფურზე და ვჩა. კი, აი ეგრეა. მოკლედ ჩემი მანქანა მზად არის ჩელენჯისთვის. მოდი ვარ ხერო. მოდი ვარ აბა შენიცი. წარმატებას არ გისურვებთ მა. ამით როგორ ჩავვალთ მარნეულში და რას ვიზავთ? ვიდეოში გამოჩნდება რა. წავედით ხა თბილისში, პატარა აპდეიტები უნდა გავაკეთოთ, მაგასაც განახებთ და საბოლოო ჯამში რა გამოვა, ერთად ვნახავთ. წავედით ასიმასთან. აი პაშებმა როგორი მაიმუნის. Так, მოვედით ჩვენ გარაჟში, რუსთავში. მთელი იდეა იხა არის ის, რომ ცხვირი ავაწევინოთ რა, ანუ იმენა ზემოთ დავაყენებინოთ, სხვათა შორის ამ მანქანამ უკვე პუნქტები დაგვადო. ამას ჰიდრაულიკები ხო არა აქ, ანუ ძველ რუსულ მანქანას ჰიდრაულიკები არა აქ და იმენა როგორ ხარ იცი, აი აქ რომ ხო იმენა ჯანზე ხარ რა. ლაზერზე რა გამოვჭერით, ეხა შეგახედებ და საქმესაც დავიწყებთ. ესე იგი ეს არის ამანქანის საფკები რა, ესე წერო თუ არ ვიცი როგორ ქვია. ხო და 4 ნახრეტი აქვს აქ და ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ გეომეტრიულად არ დაამახინჯო წინასავალი ნაწილი არის აი ესეთი რაღაცის გამოჭრა რა. ეს უყენდება აი ამას, აი ესე წარმოიდგინე და
ეს საბურავი აქ რო იყო, უნდა გადავუჭირო აქ. და დაახლოებით ეს მოგცემს 15 სანტიმეტრს აწევას. ჩემი კარგი ამას შეხედე. გაიგე ხმა? თვითონ ჩამოვარდა. კროკო უნდა გვეჭამა ესე იგი. ხო მიხდით? ეგა. თქვენ ჭამეთ კროკო და ყველაფერი გამოგივეთ. ახალი დევიზი აქვს კროკოს. და ტორმოზიც უნდა ჩავიდეს. The next day. სანამ ეხა 100 მასთან მივალთ, რა ხმები აქ. სტოკარში უნდა ავიღოთ 10 ლიტრი საწვავი და 100 მასთან გავეშუროთ 20 ლიტრით. და გორდება. გამარჯობა. ასე უფრო ქთვალურო კაცები არ მიხვას რა. მოგთვალ თქვი რა მოდი ამას დილდა რა გთხოვარ. მე მგონია რომ 100-მა აი ამ მანქანას რო დაინახავს აი ეგრევე შეუყვარდება. არა, წვი აწეული 0-ს ხო არ გადავაბიჭო. სადიშოვი მეორე სვეჩს ესეც მაგრად გაუსწორდება რა. და არ ვიცი ხა მაგას რა ყავს, მაგრამ ეგრევე გასვლაზე დამეჩალიჩება უეჭველი. თან უყვარს ხოლმე 100-მას რაღაცა. მოდი ძმა, მოდი აქ ჩავიკუზოთ, გავარჩიოთ. მე როგორც ყოველთვის მოვასწარ. ოპა! ეგ არის, ვაიმე, კინაღა რაღაც გავიტანე, ისე მოხდა ამის თვალში. აბა უყურე, რა მაქანით მოვიდა ბიჭო. აი ეს არ არის. აი ეს რითი მოვიდა ბიჭო. აი სიმილი რა. ბიჭო აი სადა ხარ ბიჭო, სადა ხარ? პროკები იყო ძმა. ამდენი ხანი გელოდები, სადა ხარ? 4 საათი აქ ავდგავარ. რო თქვი 11 საათი, მოდი რა 11 საათი, რა დილდა რა. ეს მაგარი რაღაცა გიყიდია. ეს რა არის ბიჭო, ამით წამოხიდე? ხო. ეს იყიდე? არ მოგწონს? მაგარი ბაცა. აი ხა, აბა არის და მე მეგონა მოგეწონება. აბა ხა შეხედე, შეადარე, შენ თვალებით შეადარე ძმაო. მე რამე სხვა გეუბნები, აჰა. მარტო ფერი ჯობია ძმა. აუ მართლა ჯობია 100. აი სად იყიდე, ვინ მოგიღე, ვინ შეგთენა ვინმე? არაფერი შეუტენია ძმა. აბა რა არის ეს? გაგევასებათ, ცხვი რაწეული 0-6. უგზოობაში დადის. ყველგან დადის. ცოტა სწვავს. მარტო აი ეს მომწოს, აი 10-ეული რო არის. მე სხვა არაფერი? კობრათი არის გადაღებილი, ბრატ.
ხო, არა, ეტყობა უნდა, მაგრამ ეთყობა აი კობრათი რო არის. კობრა აიღე გადაათარე ესე. ვახახუნე და გამოვიდა. ხო, აი გვერის ტყავისგან არის, კი. მისვინე ისა რა ქვია, რამდენ საწოვს ისა? მე მგონია რომ სადღაც 9 ლიტრას დაწოვს ტრასას. 9 ლიტრას. 9-ს დაწოვს რა. ეს? ესა? ესა. ესაც მაგრამ რა ვიცი, რასაც ჩაასხო იმასაცოვს. 5 ჩაასხო 5 litrს, 5 დაწვას. 10 ჩაასხო 10 დაწვას. ეხლა თუ ბევრს ჩაასხო ვაფშე კაია რა. მაიტა შემოხედე შიგნით როგორია. ჩამოხედე. კაპოტი ჩამოხედე ჯერ. არა, მოდი ეხლა აღიარე, მოდი. აბა, და თქვი ეხლა სიმართლე თქვი. რომელი ახლა იჭობია თუ იჭობია? იმის პადვესკა მე უფრო მომწონს, მაგრამ ვიძე ეს უფრო არის, ხო აღიარებ. აი პროსტა ნახე რა, ნახე როგორი ჟესტია. შენახული ვაფშე გრამი ის არ არის, მაო, აი ზავადსკო ეკრას კარი ისა. ვაიმე ჩემი რასო ეჟია, ბიჭო. მაგ არის. სად გააცრეჩი. სად დაითრიეტო? ხო, აი სად დავითრიე, ცოტა ისეთი ამბავია. აი ჩემი ძმაკაც სერვეტა იცი შენა? კი, ბრატ. იცი? საიდან იცი? არა, არ ვიცი. ხო, რა იცი? ალა ტიპას ხარ. საღოლი. მაგნიტოფონი ნახე რა მაგარი მაგნიტოფონია გამოიღე. იცი რომ ეგეღება? არაზე არ ვარ. არ იცი? როგორ ეგება? მოიცა ბიჭო, ყველაზე მაგარი ეგ არის. აი გამოსაკაჩი. ეს არის ისენა. აი სამას აი გაასაღებ, გამოაცრობ. ხო. აი სადმე პიკნიკზე წახვიდე და დასასვენებლად გინდა წახვიდე, ხო? მაგალითად წახვიდე დასასვენებლად. გასაღებზეა? გასაღებზეა, აბა, რომ მოგპარონ მე მაგნიტოფონი. აი ჩემი რაღა დაობა. მე რომ მოგპარონ სად მიდიხარ? აი ეს გადაცი. ხო. აი ისი. აი ეს გამოიგე. ვაიცა ეს გასაღები გამოვიღო. აი და. აი, თიდო. აი ისი. სამოცეკი პიკნიკზე და აი მოусმინე. პორტატულია, ვაფშე ისე შეგელია ჩართო. კი, თენება, ნახე, აი დამთენი მაგ. ვაიმე, აი შეერთებ დათენი. ვაიმე, რაღა დაობა. და მე მაგარ მუსიკებს აი მოусმინო. აი ნახე. ხო? საკაიფოა? ზად. გევასება ეს მუსიკა. შეიძლება მე მეც წავიღო, მე უსმინე ხოლმე იქეთ? კი შეგიძლია წაიღო. და მოусმენ მე დააბრუნე ისევ აქ თავის ადგილას. აი ეს. აბგარი მანქანაა. რო ვერავინ ვერ მოიფაროს. ხო. ერთი დაჯე. ის რომ მომეცი შენა ბიჭო. ისე კი აგეგო, ის $100 მომეცი, წავედი ჩემი ძმაკაც სერვეტა, თხოვე რა მეთქი რა ძმურად, ეს სწორედ ძვირია. დაამიკლო რა ძმობაში. და $100 მომცა რა. ხო, აბა, სხვანაირად არ გამოვიდა. ანუ მაინც მაგარი ფასია. ძალიან მაგარი. არა, ხო, ძმაკაცია და დაამიკლო რა. საღო. ხო. აბა ეხლა მიდი შენი მანახი, აბა. ჯერ პროსტო და ჩაჯექი და იგრძენი რა, ვაიბი იგრძენი. უბრალოდ რა იგზნო? ვაიბი. აქ რა არის? ვაიბი რა არის? ვაიბი არის? აი, შეგრძნება რა? შეგრძნები. შეგრძნება უნდა იგრძნო. აბა ეხლა შეგრძნო. როგორ მაგრად გიხდება. სიმართლე რო გითხრა, იმაზე მეტად ეს გიხდება. აი ეს რა არის ბიჭო, ეგ არის G-კლასის ხმაზე დავაყენეთ. აი ეს რა არის? აბა ვაიბი შევიგრძნო, ვაიბი. ჰაია! დაკუკა ბიჭო. დაკუკა. კაი, მანამდე სანამ დაკუკა მითხარი, აბა ჩემ ყველაფერი მუშაობს, როგორც ჩემთან მუშაობს. კი. ბენზინის გარდა. ხო, აბა მაშინ რა გინდა, რას პეჯივნები? რა აუქნა ძმაო ეხა. რა შემილია მინიმალურად დავაწოინოთ. მაგრამ მე მგონია რომ ეს ნაკლებს დაწოს ვიდრე შენ. აი ვნახოთ იქ. აი ვნახოთ. სარკე გააქვს. აი ესენი არა გაქვს, ბზების ისა, დამცავი. ბზების დამცავი არა. ხო, აბა რო შემოგიჩვიდინებს აი თვალებში მოგჭრის გზაზე ხარ. მან სათვალეთო მიშველი, სხვა არა. ხო, სათვალეთო გიშველი. რა ვიცი, აბა ეხა მაგარი ქიფში თქვა ჩასტარებელი აქ ამა. გორიქებიც არ მომწონს. კაი, დაგიკლებ $100 ეხა და გააკეთებ. მაგნიტოფონი არა გაქვს მა. თუ გინდა მე გაქრობ რა ვიცი. კი. ხან შემოვსინე ხან ემოვს. კიდე რა ვიცი რა აქ. ეს კარების დაკეთვა არ მომწონს. აი ჯახუნობს რა. აი ჩემი ნახე, იცი როგორ აი ცკაფ ეგრე იქეთებ. აი ნახოთ. აი ნახე. მიარტყი. აი ძმო. აი მაცირის კარი. ეხა მიარტყე. არის ხმარჯობია? დაშტის ხმა აქვს მა. დაშტი. აი ჩემი ნახე, ჩემი ნახე, აი მაცივარი ძმა. მასკიჩი მაცივარი. так, მოკლედ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ
წავიდეთ მარნეულში. მარნეულში? მარნეულში რა გინდა ბიჭო? მე მინდა რომ დამათვალიერებინო მარნეულის დვიჟენიები იქ რა ხო, კაკრას მან რაღაც საქმეები მაქვს. ბიზნესის მოხდვა მინდა მან და რავი, განახე რა მიწები რაღაცეები თუ არის, არ არის რაღაცეები. ეგრე მარტივად ვერ მოხდა შე ბიზნესი. მაგიტომაც მოგიყვანა ახლა სერიაში და კაი, მაგაზი მე ვილაპარაკოთ ეგა შეიძლება. კაი, ბაზარია. კაი, მოკლედ მარნეულში მივდივართ. ბოლომდე უნდა წავიდეთ მარნეულში. და ეს მისია რომ შესრულებოდ ჩაითვალოს რა, გვაქვს ორი პირობა. ერთი ის რომ რაც შეიძლება ნაკლები საწვავი უნდა დავხარჯოთ, ანუ 10 litrს გაძლევ შენ, 10 litrს ჩავასხავთ ამანქანაში, ანუ 1000 litrზე მაგარი მოტობა არის ეგა. რა უღო ძმაო, ეგრეა ეხლა რა გავაკეთე. აი, მაგარი მოტობა არის. მაგის დამიძახე 10 litr ჩამის, ხო ბიჭო? ხო, ეგრე გამოვიდა. თუ ეს შეჯიბრი და რაღაც და შეჯიბრის პონჩი, ხო რა. კაი, არა უშ. ვინ მოიგეს მაგაზია დამოკიდებული. კაი. და მეორე თემა არის ჩელენჯები. ჩელენჯებიც უნდა შევასრულოთ, რომ შესრულებულად აი, ახლა მე ხარ ჩელენჯები რა არის? ჩელენჯები არის პატარა დავალებები. აჰა, გასაგები. ზადა ხარ რომ წავიკითხო. დავაი მიდი აბა დასხი. კაი, მოიცა, სანამ ჩელენჯებზე გადავალთ რა. ხო. აზრი მივცეთ ჩვენ დადგომას. აზრი მიცით? მასიანი გინდათ ბიჭო? ხვარი და 20-იანი. ჰა? აი ხა ის რაღაც მეუბნები მე ვაფშე არ გამიჭირდება ძმა, შეკიდე გაგიჭირდება. არ გამიჭირდება მე ძმო. კაი, ჯანდაბას ერთი წყარი მოაქდება ჩემ ფარას, მე არაფერი არ დამაქდება, მაგრამ შესაძლოა აი ჩალიჩო აი მე ვიჩალიჩე ძმო. თბილისელ წყარი და 20-იანი. წყარი და 20-იანი. всё მოსულა. ეგ არის. კაი, ეხლა მისიებზე გადავდივართ, რაც უნდა გავაკეთოთ რა. 6 მისია გვაქვს სულ. პირველი მისია გვაქვს ესეთი. უნდა ვიპოვოთ 100-მას ორეული, რომელიც ვიზუალურად გავს რა და უნდა გადავიღოთ სელფი. შენაირი ტიპი უნდა გავაზროთ. ჩემნაირ მეორე არ არსებობს. აი ნახოთ, შევხედოთ. ერთ-ერთი ვარ ძმა. მეორე ახლებით რო გადის, ხო მე რო გამდის. კი, მაქსიმალურად რა. ვინც უფრო უკეთესად აარჩევს 100-მას ორეულს, იმას ჩაითვლება ეს. და მე რა უნდა ვქნა, მე შენაირი კაცი უნდა ვიპოვო? არა, შენაირი კაცი უნდა იპოვო. ჩემნაირი კაცი ვერ იპოვო იქ. ხო, მაშინ შეც ვერ იპოვო ჩემნაირი კაცმა. კაი. მეორე, იყიდე ან იშოვე სუვენირი მარნეულში, რომელსაც ამ ვიდეოს კომენტარებიდან მიიღებს ჩვენი ერთ-ერთი მაყურებელი, გამომწერი. ხო, ბაზარი არა. ეხლავე შეგიძლია რაღაცა დაწერო, არ ვიცი ჩვენ რას ავარჩევთ, ერთი სუვენირი მე უნდა ავარჩიო, მეორე 100 და შენ გამომწერი მიიღებს მაგას? ხო, კი ბატონო, მაგრამ უკვე ვიცი რაც უნდა იყოს. კი ბატონო. ეგ არის? მარტივად იპოვე. ბაზარი არა. მესამე ჩელენჯი გვაქვს აჩუქე უცხოს კროკოს სნექები გვაქვს გემრიელი გაგატან. შეგვიძლია ვაჩუქოთ, ბაზარი არა. გამოწერინე გამლელს კონკურენტის არხი, ანუ ნებისმიერი ტიპი შეგვიძლია გააჩერო უბრალოდ და ჩემი არხი უნდა გამოაწერინო შენ. შენი არხი რა თქმა უნდა გამოაწერინო, ბიჭო, ჩემი არხი უნდა გამოიწერო. მე გამოვაწერინებ შენ რა? всё, გასაგები. ბარი-ბარში ვიქნები. всё, გასაგები რაც. ეგ არის? მერე ვინმე ნებისმიერ ტიპს უნდა კითხო როგორ დაზოგო ბენზინი, აი მაქსიმალურად როგორ შეგიძლია რომ დაიზოგოს და უნდა გაითვალისწინო და ბოლო არის აზერბაიჯანულად უნდა ისწავლო, ანუ ვინმე უნდა გვასწავლოს ჩვენ, როგორ იქნება გამოიწერე ჩემი YouTube არხი. რა სიზახ ბიჭო, ეგ შენი სწავლე, თორე მე ვიცი როგორც უნდა. არა, არ გასწავლი. აუ, ისე ეგაც შენი ჩალიჩე ისწავლე. მე უფრო საჩალიჩო მექნება, ხო. ბაზარი არა. შეზმო, მე უკვე ვიცი. ეგ არის. ხა, აბა რომელი გინდა? აი, ეს სოკარია. ორივე სოკარი. ხო, რა ვიცი, აბა რომელი შეგიდა ის მომეცი მაშინ. აი, ეს მომეცი მეორე რაღაცები აქვს. აჰა, ეს. აი, ეს მომეცი არის. არა, ჩემი. აი, ეს მომები. იმაში მეტი ჩავასხი. აი. კაი, სანამ ჩაასხავ, უნდა დავცალოთ მანამდე ბენზინი. აქედან. აი, მოიხადე დავუწყეთ. რა, ჩემნაირი გაქვს შენცა, ნახი? კი, ბრატ, ეგეთი. მაგნაი, აი, 13-იანი, აი, ბიჭო, ეი. აი, შენ წაიღისა. კი, მე წავიღე. ამოხურე. აი, ამოხრიპა. მიდი, აბა ცადე. აი, ეხა სად მიგაკ? მიდი, ცადე. სადოთ ერთი. საწოვი გაქვს თუ არა? თორე აღარ ამოაქვს. ო, ნეიტრალი უეჭველი გვინდა, თორე ორივე მანქანა აქ დავრჩებით. აჰა, არ არის. აკუმულატორის არ არის. არ არის. აი, ბოლომდე ამოგიღია. აი ხა, აი იქიდან ქვემოდან ამოვა ბენზინი რა. და ეგ არის. აი, ცა, რასა უნდა დავატრიალოთ.
ბიჭო ისე რასაგავს აი ეს რა არის ეს? ნახე. რამდენში გააპრიალებ? ბიჭო რა ის ძალიან ბევრი უნდა. 3 სხვარი. არა. მეტი. 10-იანი. მეტი. 20-იანი. 20-იანი ხო? მიდიავა? აი შენ რო დაგარწმუნო ძმა. რო ბენზინი აღარ არის. უყურე? ჰეი დაუბრალ. ხო აი გაი. ვართ ბარიბარში. შო აი გაი. კაი. კაი, წავედი მე ჩავასხა. მიდი ძმა. აჰა, აი ისი გასი პინდება. გაკონტროლებ სხვა რაღაცას რო არ ჩავასხა. აი ბენზინის უნე მაგრამ ევასევა ძმა შენა. მეტროს სუნი? მეტრო არა, მეტროში. თუ მარნეულში არა გაქვს მეტრო. მეტროში არა ვარ ნამყოფი. აი ესე ღვინოსავით მიდის რა. წითელი ღვინოსავით. აჰა, აი საღოლ, სასაღოლ ჩოსაღოლ, საღოლ, აი საღოლ. აი ხოჩა, კაი ბიჭი ხოჩა. ეგა, всё. ხო აუტო იმპორტით შეგიძლიათ აი ესეთი მანქანები არ ჩამოიყვანოთ. სხვათა შორის კანონი გვაქვს ჩვენ 40 წელზე მეტი ავტომობილების ჩამოყვანა შეგიძლიათ ამერიკიდან. ნუ გაგიჭირდებათ მასკვიჩის მოძებნა, მაგრამ სხვა ძველი ამერიკული muscle car-ები ძალიან კარგი მოდელებია ამერიკაში, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, მაგრამ თუ გინდათ ახალი მოდელები, შეგიძლიათ კორეასაც გადახედოთ, იმიტომ რომ ჰოაუტო იმპორტს ჩამოყავს კორეიდან ავტომობილები. იქაც გადახედავთ იქ, რავი, BMW-ებია, Mercedes-ებია, რაღაც საინტერესო თანამედროვე მანქანებიც არის, ნებისმიერი არჩიეთ. ჩაუგდეთ ლინკი და უკვე შეუძლიათ ბიჭებს რომ გადაამოწმონ, ნახონ რა მდგომარეობაშია და მაგის შემდეგ უკვე წამოიყვანონ ავტომობილი საქართველოსკენ. პრომო კოდი არის ხერო, არ დაგავიწყოს გამოიყენე და ეგრევე ჩვენიანი ხარ. გზას შეუდექით, მაგრამ ვაი ამ გზას და ვაი ამ მანქანას, ასე მგონია ყველაფერი იშლება. კიდე მაგარი გადაობა გითხრა რა ხდება? აუ რა ცუდი. აი ხა რაც მჭირდება რა. კაი გვერდითა სარკე ხო, მაგრამ უკანა სარკის პოზიციას ისე ვერ გაასწორებ ვერაფრით. რო უკანა მანქანებს უყურო, იმიტომ რომ როგორც არ უნდა გაასწორო, ასფალტს უყურებ. იმიტომ რომ მანქანა დგას ესე. ანუ აი დაახლოებით 1-5 მეტრში რამე მანქანა თუ მოდის ხედავ 5 მეტრის იქეთ უკან რა ჯანდაბა ხდება კაცმა არის აი ვერაფერს ვერ ხედავ საერთოდ просто ნახაზები მიდის ტიუ აი მაგალითს ხედავ მარტო ჰაი სათაეთე ბიჭო აი ნახე როგორი ხმა აქ აი აი მაგარია. აი ახლა გავაჩერე, ღავა მინდოდა და ღავა დავლიე რა და პარემ ახლა აი გამოვილი და ვიკითხავ, იქნება ვინმე დამეხმაროს. ის ჩელენჯი რო არის. როგორ დავზოგო საცვავი? აი ის უნდა გავაკეთო ეხლა მე. აი ვიღაცა. აი თიაკაცო, მოდი აბა ერთსა, მოდი. გამარჯობა როგორ ახარ? როგორ ახარ ბიჭები? რა ქვია შენა? მე ვქია დავითი გენაცო. დავით, ერთი წამ გავახივი, აბა რაღაცას გეტყვი. ხომ მშვიდობაა? კი, კაცო, კი, აბა რა მშვიდობა არის. აი ახლა მითხარი შენა, რაღაც ერთი კითხვა მაქვს რა. როგორც აი ახლა რამე წლის ახარ შენა? ვარ 1.66-ის. 66 წლის, კაი, ღმერთმა დიდხანს გასწროს, მაგრამ იხავ ჩანსი იყავი, ყველაფერი კაი შენა. აი ერთი კითხვა მაქვს და აი კითხვაზე რომ გავცე პასუხი რა. გამაყარია. აი ახლა მითხარი შენ აი ამის საცვავი, აი საცვავი, ბენზინი როგორ დავზოგო? როგორ და სპუსკში გამორთეხულა, კაცო. სპუსკში. ხო. დაღმართში გამორთე. კიდე რა უნდა? დაღმართში ჩართე. დაღმართში ჩართო, დაღმართში გავთიშო. სულად აწომელზის. მართლა? აი საღოლ, აი გენაცვალე მაგარი კაცი ხარ. ისე როგორ მოგწონს ეს? მაგარი მანქანაა, ხო არ გიყიდით? არა, ამას ვერ გავყიდი. თუ გაყიდით, შეგვატყობია და აი შევასრულე დავალება, ხირო დავალება შევასრულე. ნეთა ის რა შევა ერთი, ვის კითხავს აბა ერთი. რა მაგარი კაცი იყო ხო ნახე ალალი კაცი. აი ესეთმა ხალხმა იხარეთ და იდრიგძელეთ იბედნიერე დიდხანს იცოცხლეთ. აი უჟმურება კიდე უჟმურება, რა ვიცი მე რა. იჟმურეთ. აი ეგრე იხავით. იჟმური. ეხა რო დაეჭი რა შეჭი.
მოკლედ ბენზინი არ ვიცით რამდენი გვაქვს, კაცმა არ იცის, მაგრამ მე არ მგონია რომ ესეთ მონაკვეთებში ამანქანამ 9 ლიტრზე მეტი დაწვას რა. ასე თუ ისეა, მაინც აი ეს მიყვარს რა, უსმინე მესამეში ხო გაკ? მორე? გაიგეხმა? ხო და არ მგონია რომ 9 ლიტრზე მეტი დაწვას. მგონია რომ რაღაცის ეგრე იქნება. ასე რომ ამ მანქანას ბენზინი უნდა გაუთავდეს იქიდან გაიგონე? იმედია ბენზინი არ არის. ამ მანქანას ბენზინი უნდა გაუთავდეს მარნეულს რაც მოვივლით იმის მერე. წესით. თუ არ გაგვდის. ეს რა არის ბიჭო? აი, ნახე რა შეხედე რა პროსტა. რანაირად ვიდის გვდება. მე ვაფშე ნახევარი გაზი მაქვს ჩაჭერილი. ვაფშე არ მივდივარ, ვასწრი რა რომ ცოტა იაროს. ცოტა გაუხარდეს, ნახე, აი არ ვასწრე. რა გინდა? აღმარცხე ვეღარ იღებ ბენზინს? ეხა წავიდა. მოკლედ ძვირფასო გამოცდილებო გამოიცილეთ არხი. YouTube კანალი Shotix. გამოიცილე არხი. ჩემი არხიც გამოიცილე და იმის არხიც გამოიცილე. ხეროს არხი. ალექსანდრე ხეროხინაჩვილი. ისა ხეროდინაშვილი. ავტობლოგერია რა ვიცი, აგე მიდის წინა, მიღოღავს. გალარი ავტობლოგერია. მაგარი ბანძი მანქანა აუჩევია, ნახე რა. შეხედე? გაიხედე ბიჭო იქით. გაიხედე იქ მე რას მიხურებ აგე. აი მას შეხედე. პროსტა არ უსწრებ რა, აი ბეკაიფები. სადამდევლის მაინტერესებს რა. ნახე, აი გინა დავეციო. დავეციო გინა, აი დავეციო. მოდი აქა. მოდი ბიჭო. მოდი. აჰა, აი დავეცი. ეხა ნახე. მოკლე გზა ვიცი ეხა მე აქ. ასიმა ბიჭო აფერისტი არ არის სინამდვილეში აქაური ძმა. აქაურები ვარ ჩვენ. ეხა ჩავლენ მარნეულში და ეგრევე ცენტრში დავხვდებით. თუ გადარჩა ეს მანქანა ოღონდ. აი საით გაგიწევია ძმა? აი კოდას გადასახლება. კოდას გადასახლებთან ჩამოხვალ? ხო. რატო იდექი მანდა? აი რაღაც საქმე იყო რა. არა გაგიჩერა რა. აი როგორ გაფუჭდა ეს ხალხი არა? სიყვარული აღარ არის. ადამიანი დგას. ხო და რო დგახარი დაგინახე ძმა რო იდექი და ხელებს იქნებ. გაენაცვალე შენა. აბა ერთმანეთს უნდა დავჭიდეთ, თორე ისე არაფერი არ გამოვა. გოლა გიყვარდეს ერთმანეთი. თუ გინდა მე უკინა უნდა დაბრუნდე და გამოგივლით წაგიყვან. კინო? მარნეულში ჩავიდე, ვიღაცა ავტობლოგერი არის ალექსანდრე ხეროგინაშვილი. ხო და იმან მითხრა რაღაცა ჩელენჯი გამოცემები გავაკეთოთ და მე თქვი კი ბატონო გავაკეთოთ. $800 მომცა, მე ვითომ ავდექი, ვითომ მანქანა ვიყიდე, ის $800 ჯიბეში გადავიქეცე და აი ესე მივდივარ რა. აი კოდაში ვარ თუ ქეცმა. ცოტაც და კოდაში. ნახე, ამ ლიანდაკს გადადიხარ. და ეგრევე მარნეულში ყოფ თავს. მე აქ და რომ გამოვლერთი ისინი მინდა რა. ხათმები წავიყვანო რაღაცები. Hoje me nem acima. Sma. ერთ რაღაცა რო გთხოვ შეიძლება? მოკლედ როგორც გითხარით, ეგანა რაღაც ჩელენჯები და რაღაცები არის ახლა. ხო და ერთი ესეთი ისა მაქვს ჩელენჯი. რო ისა კონკურენციის არხი უნდა გამოიწეროს ვიღაცა კაცმა. ხო და ეს ვიღაცა კაცი ხო შენახარ და ეხლა გაგიცანი. ხო და შეგიძლია ისა ალექსანდრე ხეროგინაშვილი გამოიწეროს.
ავტობლოგერია, ჩაწერე YouTube-ში. ჩაწერე ალექსანდრე. აი ეს არის, კი, გამოიწერე ძმა. ხო ვარ. მიდი. Este hot now. აი კი გადაიღე ბიჭო, აი ნახე, ჩემი სათბურები გაჩვენო. არ გაინტერესებს ჩემი სათბურები, ნახე. ნახე რა მაგარი სათბურებია. აი იქ თამიცები ჩემი არის იქითა. აი ეს მიცა გადაიღე აქეთ წინაღურე. აი ეს ჩემი არის აქა, აი ესა. აი ცოტა დასამუშავებელია, მაგათ დავამუშავე. ვახ, ჩემი კაი რადიკულიტი. აი ეს არის აი მარნეულის მარშრუტკა. ხედავ შენ თეთრი მარშრუტკა. აი ეს არის მარნეულის მარშრუტკა. მარნეულის კემინის. არ გაჩენდები? სარკე სად არის ბიჭო? აი გავარდა ახლა. მაიცა მახლა დავარდა? ჩვენი სარკე ბიჭო. მაგა დავარდა, მოიცა. მაიცა სად დავარდა? უნდა მოწიო. ახალი ჩელენჯი. ზემდე სარკე. წამონახოთ კაცო, სარკე. აი ხვავის მარნეული, ხვავის. ახი, აბა შეხედე, ბიბინებს. გოგონებს. ხვავის მარნეული. ჩვენი არ არის მე მგონი. ჩვენი არ არის ძმა, ხო? ეს ამოჭერით. დამერთი წამოკიდე. რაღაც კაი ადგილას მოხვდით. აი გაუმარჯოს ძმა. როგორ ახალ? რა ქვია თქვენა? შეიძლება ფოტო გადავიღოთ. ფოტო, აიცა? რა ქვია შენა? ელვინი. შენა ძმა? შამილა. გენაცვალე, მოდი. ხო, აი ეს, მოდი გაიცინე. აი ეს. იცოცხლეთ, მაგრად იყავით, აბა? აბა კარგად. აჰა, აი ჩემლარი კაცებით აღმოაჩინე. ეს დავალება შესრულებულია ძმა. ეს ფარები რაც ვიპოვეთ, კომენტარებში დაწერეთ, ეხლა მომივიდა აზრად, რომ ეს ფარები გავათამაშოთ. რატო იყარა აქ წარმოდგენა არ მაქვს, ან ვიცი ან რატოა. მაგრამ შეგვიძლია გავათამაშოთ. ხო და ეხლა სარკესაც ვიპოვით. მაგრამ სარკეს ვერ გაგითამაშეთ, ძმა, გჭირდება. აი გაუმარჯოს კაცი. როგორ ახარ? რა ქვია შენა? რაშანი? რამდენი წლის ახარ რაშა? რა ხდება აქ, როგორ მიდის საქმეები? ნორმალა. რამე დახმარება ხო არ გინდა ჩემი? თუ რამე მითხარი, თუ გინდა ტელეფონი ჩაიცინე და ამირეკი არ არის პრობლემა. გენაცვალე რაღაცას გაჩუქებ, კაი? ეხლა მოიცდაბელოდე. აი ეს არის კრეკერები, კროკოს კრეკერები გემრიელად მივიქცი. გენაცვალე, აბა ჰე, კარგად იყავ, მაგრად იყავ. გენაცვალე, დავაი, აბა შენ. აი, მე მგონი ვიპოვე. ტართ. საქმე გაკეთებულია. ბუნება არ დავაბინძურეთ. სარკე გადარჩენილია. ეხლა ერთი ამას, მაგარი ნახველიანი ფურთხი უნდა და 1-2 დღე კიდე გაძლებს. აი გაუმარჯოს. როგორ ახარ? აბა გამარჯობა. სალამი ძმა. აბა ხახვი არ გქონდა კარტოფილი? ხახვი არ ნახევარი. კარტოფილი? ეგეც არ ნახევარი. აი რა მე ისეთი არა გაქვს შენა რომ აი სუვენირო ვაჩუქო იქა.
Რაღაცა, კაი. Აი, სიმინდი აღი, სიმინდი. კილო 3 ლარი. ბათი-ბუთი არის ესა, ხო? ბათი-ბუთი ვაშლი. აი, დიგოზი. მოდი აი კარტოფილი ჩამიხარე. 1 კილო კარტოფილი და 1 კილო ხახვი. აბა, ზონაში ხარ იწყვები ბიჭო. ჰა? დავამატ კიდე 1 წალი, ხო? ისე კაი ხახვები. კაი ხახვი კი არის, ხო კაი ხახვია. კაი ხახვია. კაი კარტოფილები გამათანე, იმიტომ რომ ის უნდა გავათამაშო. კაი გეშენა. 2 კილო არის? კაი, ეს 1 კილოა. ეს 2 კილოა. всё. 5 ლარში გამოაიგა. აგინა არ მინდა დაიწყო, ხურდა დაიწყო არ მინდა. აჰა 5 ლარი. აჰა, დავაი ჯიგრები ხარ. აბა კარგად იყავი. აბა კარგად. აბა ჰე. აბა. გავედით. ეგ არის. მე უკვე მოვჩი, ყველა დავალება შევასრულე, ყველაფერი საკაიფოთ არის. всё, რა ვიცი. ჩემი თავი ვიზახდი რომ ეს ჩემთვის ძალიან მარტივი დავალებები არის. თან მე პატიჟება მარნეულში, გაიგეშინა. მარნეულში რომ მე პატიჟები, შეკაი ადამიანო, ცოტა მოიფიქრე ხა. ჩემ ხარეს რომ მე პატიჟები, ესე იგი ჩათვალე რომ დამარცხებული ხარ ძმა. აი ჩამოვედით, ეხა ერთი წრე დავარტყათ, აი ამასა, როგორც გითხრათ, წრე დაარტყიო. აჰა, დავარტყათ წრე. აჰა. აჰა, თმა. კიდე ერთ წრე ხარ დავარტყათ. იქით წავიდეთ. აი, იქით წავიდეთ. კიდე რაღაცებს გაჩვენებთ, მოიცა? აი ხა ჩვენა ვართ მარნეულის ცენტრში ვართ. აი ხა ვართ მარნეულის ცენტრში. აი ხ არის ცენტრი მარნეულის. აი მე აი მინდა რომ მაგარი ბინა ვიხიდო, აი ეს ბინა მინდა. აი ბინაში რომ ვიხიდო, მაგარი იქნება რა. მაგრამ შევაგრო ფული და აი ვიხიდო მაგარი სახლი. აი კორპუსი. აი დაინახე მომეცალმა. აი ჩემიანები არიან. მოკლედ მარნეულში ჩამოვედით. ეხა კონკრეტული გეზი უკვე აღარ გვაქვს, სად უნდა წავიდეთ, არ ვიცით. ამიტომ მისიების შესრულებას უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა. რამე უფრო ალბათ ხალხმრავალი ადგილი გვინდა რა. ბიჭო, ისე რა საინტერესოა მარნეულში ვცნობე. ანუ ქართულ YouTube-ს. ყველა ვარიანტი უყურებენ, მაგრამ მგონია რომ ნაკლებად უყურებენ რა. ხო და ეხა გაიტესტება. აი ვინმე თუ გვიცნობს, აქ და მარნეულს მაგანები ევასებათ. ესეთი მანქანები ვაფშე ევასებათ. მოკლედ დაგჭა ბოლო დავალება და ეხლა შევასრულებ. ჰაი ძმა, YouTube კანალმიზამ აბონენ ონუ. გამარჯობათ ბიჭებო. რაღაც მისიებს ვასრულებთ რა. ერთ-ერთი მისია გვაქვს რომ კროკოს სნექები უნდა გაჩუქოთ უბრალოდ. მადლობა დიდ. ჩვენი ახი ხო არ იცით? YouTube-ს უყურებთ? კი? ხო, YouTube-ს უყურებ, მაგრამ არ იცი. ხეროდინაშვილი არის ერთი გვარი, ეგეთი. მერე მოძებნე ნახე. მე ვიცოდი რომ რთული იქნებოდა აქ მისიების შესრულება. გამარჯობათ ბიჭებო. ბენზინის დაზოგვის გზა მინდა რა, ყველაზე ეკონომიურად როგორ ვატარო, ჩელენჯი მაქვს ეგეთი, პროსტო. ჩემი მანქანა ჰიბრიდია რა. ცოტა სავსისედაც ხო? ვერა, არიცი? კაი, მოიცა, ის შეგიძლია მასწავლოთ. აზერბაიჯანულად როგორ ვთქვა, გამოიწერე ჩემი YouTube არხი. თქვენ გინდა? მე მინდა რომ ვთქვა აზერბაიჯანულად, ვსწავლობ. რა გინდა რა ვუთქრო აზერბაიჯანულად? გამოიწერე ჩემი YouTube არხი. Yaz mənim saytımın adını. ერთხელაც? Yaz mənim saytımın adını. YouTube kanalımın adını. Vay. Yaz. Yaz. Mənim kanalımın adını. Kanalımın adını. Kanal. Kanal. Okay. Adını. Kanal aldının. Adını. Კაი, ერთხელაც მიკარ ნახე ვეთყვი რომ გამოიწერო ნარხი. მითხარი? Yaz. Mənim kanalım adının. ხო გაიგეთ. ხო და всё. მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ. აი თქვა ტარნა. ბიჭებო, გამარჯობათ. ბოდიში, ქართულად საუბრობთ? კი.
ვა, ძალიან მაგარია. YouTube-ისთვის ვიღებთ რაღაცა ვიდეოს რა. ერთი მისია მაქვს, როგორ იცი? მე და ერთი YouTuber-ი ვწერთ ამ challenge-ს რა და ერთმანეთის არხები უნდა გამოვაწერინო თვითონ უცხოს რა. მე შემილია თქვენ რო გამოიწეროთ ეს, რო გთხოვოთ. შეიძლება. აუ, თუ მაგას გააკეთებ, ერთი subscriber-ი 100-ი გავაძრებ, სიო. მეორეც არა. სიო, ბაზარი არა. ნახე როგორ წერია shoot x. გასართობი კონტენტი აქვს რა. ხო, ეგ არის. სიო, ძალიან ჯიგრები ხართ ბიჭებო, მადლობა. მადლობა კიდე ერთხელ. მადლობა. გაიხარეთ. კარგად. აბადროებით. კარგად. გამომარჯოს. კარგად? აუ, წინაზე გაგეცანით გუსტავში პოლიცინამეთ. კი. რაო, მშვენიეროდ. ეხა ჩამოვედით აქ მისიებს ვასრულებთ. რაც შეიძლება ნაკლები ბენზინი უნდა დავწვათ რა და რამე ხერხი მასწავლე, რომ ნაკლები ბენზინი დავწვა. ხო, როგორ ვიარო რა? მოდი ეს იქნოთ მაშინ რა. ოწახოთ ზუსტად. ხალასტოვი გავხალასტოვით. ხო. ხალასტოვითი არის რა. ხო, არ და მაშინ კარბურატორზე დავუკელი წვა და ილესნენება რა. პროფესიონალი ძმაო. საღო, ჯიგარი ხარ ძმაო. მადლობა კიდე. გაიხარეთ. შევხვდებით აუცილებლად. კარგად ბიჭებო. 100 მასაურეული ვერ ვიპოვეთ ბიჭო. კიდევაც დაიზდებიან ალგეთ ლეკვები ძლისანი, ისე არ ამოცდებიან ჯარი არ ჭამობთრისანი. ესეთი ლექსი შემოგიფაგე. აჰა, მოვიდა ისა. სადახარ ბიჭო, სადახარ ამდენი ხანი? რა ქენი მისიებზე, აბა? მეც მომორჩი ამდენი ხანია უკვე. ძალიან დიდი ხანია. ჩემ აქარასთან მოდი შენ მაქარა გამოსაჩილი არ არის, მოდი. რა ქენი აბა შენა? ბიჭო, მე დამჭა ეხა ერთი მისია რა. და ეხა შევასრულებ. აბა რა მისია დაგჭა? მე ვიცი რა მისიას დამჭა. აი. სელფი. აი გერი ხო. ყველა შევასრულე. გერი ხო ჩემნაირი კაცი. არა, მართლა ვერ ვიპოვე. მე ერთადერთი ვარცმა. ერთადერთი. მოიცა შენ შეასრულე? მე ყველაფერი შევასრულე. შენაირი იპოვე? კი ძმა. აბა ერთადერთი როგორ ხარ? ჩემნაირი просто გავს. გავს просто. სუვენირზე რა ქენი? რა გააქვს? სუვენირი მაგარი, გინდა გაჩვენო. დავარ. მოიცა. აჰა ძმა. აი. 1 კილო ხახია და 2 კილო კარტოფილია. აუ, თან ნაღდია არის ჩემი. ეს არის ნაღდი მარნეულის კარტოფილი. მარნეულის კარტოფილია ძმაო. ესეც საჩუქრები გამომწერებზე პირველად გვაქვს. აქამდე არ ქონია კარტოფილი არასდროს. ეგ მე ჩემ გამოწერებს და ვაჩუქო თუ შენ გამოწერებს ნაჩუქ. როგორც გინდა. აბა კი, კაი, თუ მომეცონა მე ჩემ გამოწერებს ვაჩუქი. ამ სუვენირის, ანუ ისტორია როგორ არის? მაგერა თვალი. აი რა გინდა სად წამოხვედი ბიჭო? აი ხო ჩაო, ჩემ ხარეს რო წამოხვედი, მაგრამ ვერ მაჯობებ ხო იცი? ეჭვი არ მეპარებოდა. ეს სუვენირი ვიპოვეთ ვაფშე შემთხვევით. ანუ გზაში მოვდიოდით რა მოკლეზე გადმოვჭერით. მოიცა განახო? აი საღოლ. აი მერსედესია? კი. აი მერსედესი. კიდე დააყენე. აი მერსედესი, ამაზე ვერ დავაყენებ, მაგრამ ხო რა საკაიფოა, კი. შენ შეხვდა ადექი აი და წამოიღებს სიო მორჩა. არჩი, მაგარი უცნაური საჩუქრები გვაქვს დღეს. ანუ მართლა არ ვიცი ვის გამოგადგებათ ხახვი ან ეს, მაგრამ ფაქტი არის რომ მარნეულიდან არის ყველაფერი რა. ძმაო, ორიგინალია თან. წავედი თბილისში, გაქვს ბენზინი კიდე? კი, მე საკაიფოდ. რამდენი გაქვს? ნახევარი სავსეა. ჩემი. მე გადავასწრე იქ საფაში. ბაზარე, წავედით? წავედი. თბილისში შევხვდებით. წავედი. ან ერთ-ერთ გაუთავდება ბენზინი ნახოთ. ხო, ნახოთ, აბა ვის გაუთავდება. დავაი, წავედით. აბა ხელი ჩავმარჩინე. ანუ ამას შეხედე მოდი. ჩემი კარგივო, ამას შეხედე. და ბორბალი იცი სად არის? ეხა მოიტანენ. მოიცა ძმამ გააზროს. ვახ, ჩემი. просто იმენა გადავრჩით. იმენა გადავრჩით ჩემი კაცი. სადმე შუა გზაზე რომ მოხსლო და რაღაცას შევახტებოდით ეგრევე. ვაჩი. დისკი გააძრე? ჩემს კარგაში არის ზუსტად. ცოტა და გავაგებო. ესაც გაბერილია? გააძრე? შემფიკა. всё, დისკი გვაქვს ზმა. აქ 3 ცალია. აკაც 3. აკაც 3-ია.
წინ 4-ია თუ 1. აი აქედან მოხსნი 1-ს და 1-ს რომელიმეს მოხსნი და ეგ არის რა. პირველად ჩემი მეთქვა ეგეთი რაღაცა, რომ მანქანით გვერდზე მივდიოდი და საბურავი სხვაგან მიდიოდა ჩემი კარი. ამას მაგარ გადავჭრეთ ეს ბაღალა. ოდას გამოვწვით ეხა მესამეში მაგ და მაგარ აღმართზე ამოვდივართ და ეხა იმდენ ბენზინს ვყავს ეს ალბათ რომ აი არ ასხავს ვედროობით რასაც ქვია კარბურატორში. თუმცა 100 მას მანქანა უკან არ ჩანს როგორ ჩანს უფრო ნელია ვიდრე 0.6 და ცოტა ხანში უნდა დაურეკო ერთი თუ არ გაუთავდა ბენზინი. არა, რო გათავებოდა ბენზინი დარეკავდა თვითონაც. ასე რომ ესე იგი ჯერ კიდე მოდის. მალე უნდა შევიდეთ ჩვენ უკვე რუსთავის გადასახევთან, დაბლა წრეროა რა. და იქიდან დავაწვევით თბილისში მერე. თბილისსაც მე მგონი გავივლით. როგორ დავიჯერე ხა რომ მასკვიჩი ნაკლეს წავს ვიდრე 0.6. რავი რაღაცა არ მგონია. 1 minute 37 seconds later. მგონი დაგვერხა ჩემი კარი. როგორ დაგვენძრა ბიჭო ესე მალე რა სიძახი შანსი არ არის. მოდი იცი რა ვქნათ? აი დაღმართი ხო არის? სიჩქარეში ჩავაგდოთ. და იქნებ სიჩქარე ამოატანინოს ბენზინი. რო ეხა თუ არ არის ვებს ვერ ამოიტანს ეხა ეგ ბუნებრივია, მაგრამ არ დავნებდეთ სისხლის ბოლო კი არ და ბენზინის ბოლო წვეთამდე. მიდი ჯიგარო, შენ შეგილია. მიდი. რაღაცა 0.6 რომ მოყვება უკან, ნახე. ჩვენი ძმები არიან იმენ. ჩვენ ძმებს რაღაც უჯირთდო. აუ დაგვერხა თენგიჯ მე მგონი. იქამდეც ვეღარ ვახცევთ. ვერ ვახცევთ. დაიწყო აღმართი. აღმართი არ არის, მაგრამ აღარ დაღმართი. აი, მოიცადე. ჩემ ფეხი. დაგვიწყო. ეს იყო ბოლო მგზავრობა. 0.6-ით. მომენატრება. რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებები რატომ აქ იცი ამ მანქანისადმი? პაპა ჩემს ყავდა ყავისფერი, ზუსტად ესეთ ცხვირი იმას არ ქონდა აწეული, მაგრამ ისეული და დღეში სამჯერ ჩამოდიოდა ხოლმე დაბლა თავის მანქანასთან და ყველა საბურავს ხელით ბერავდა ნასოსით და ყველას ათანაბრებდა. და ეს ბავშვობაში რო უყურებდი ამ ყველაფერს რაღაც ბავშვობას მახსენებს ეხა ეს 0.6 რა. მაგათ განსაკუთრებული შეგრძნება აქვს მაინც. და ბევრად მოწესრიგებული და დაალაგებული იყო ის 0.6. ვიდრე ეს არის. და თავისი სპეციფიური სუნი ჰქონდა. ამ მანქანას ეგ სუნი არა. იმას ჰქონდა. აი ეხა დაველოდოთ 100 მას. გამოვასწარით წეღან და რა კაი ხედზე ვართ, просто ნახე. მზეანათებს, ბუნება, გარაჟი, იქვეა სხვათა შორის, ჩვენგან შორს არ არის. და რასთავარი კარი ჰაერი, შვენიერი იდეალური ჰაერი. დიდი ლამაზი მინდვრების წინაშე ვდგავართ. მანქანას რა იმართება, შეხედე. აი სად მოგიგე ბიჭო. აი სად მოგიგე. ხო, აი გავიგოთ მათ მიზეზი აბა. ახე რა, თავისი ხოდით მოვიდა ძმა ეგრევე. ბენზინი არის ყველაფერი არის. რა არის ბიჭო, დახმარება გინდა ძმა? всё. რა всё?
დავნებდი. დავნებდი? აღარა გვაქვს ბენზინი. რა თავდა ბენზინიც? ორჩი. ათაში მომილოცე მე მოგიგე. საღო, ძმაო, საღო. ეგ არის რა. ჩემს აქედე ერთხელ საჩენე, წამო განაგდი და დავაი მან. წამო გაჩენოთ. შენ რა ხაზები გაქვს? ხო, განიშნე აბა. ახლა ხაზები ხო. ხაზი და აჩვენე. მაიცა რომელია? აი ესა. აგე. აი ბენზინი აწილია. ახე ბიჭო კიდე ადის ჩემი კაი. აი ხიდო ერთხელს ათამაშებს. თბილისამდე ჩავალ. ვა, ცხარი გვაქვს საკისრებელი თო. 20-იანიც მა. 20-იანიც. ვერ გავაცურეთ. მე თავზე და მაგრა ვიქეიფო. მას არის არა. ეგრე. მომილოცავს მაო. გერაცვალე, კაი საღამო იყო. ეგრე ხომროვალი. კაი. დიდი მადლობა ძმაო. აკაცის არხი გამოწერე ბიჭო. ბიჭო, იქ მაშეხიდე. აი ეს ბიჭი. მე როცა ამოვიხვანე იქიდან. და კიდე აქ ადგას. გაგიჩერე, ბაბა რას ვიზაც მა. აი, გენაცვალე, აგი. აი, ეს შენ ახარ ბიჭო. წავედი ძმა. ეს როგორ მიმართეს?